ჩვენ ამ ხალხს უნდა უთხრათ პირველი, რომ აუცილებელია რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ კიდევ ერთხელ ცივილიზებულ სამყაროს და ასე გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მომავალი. დღეს რაც ხდება, თავი რომ დავანებოთ რუსეთს, ჩინეთს, ჩვენ ვაგებთ სამხრეთ კავკასიურ კონკურენციას. მე საქართველოს მოქალაქეებს ჩვენ ხალხს მინდა უთხრა. დღეს საქართველოს სამხრეთ კავკასიაში მაჩანჩალა გახდა ამათ გამო. ჩვენ ასე არ ვიყავით 3-4 წლის წინ. დღეს აზერბაიჯანი თავის სტრატეგიულ მიზნებს აღწევს, მან ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა და უკვე ძალიან დიდ გლობალურ როლს ეთამაშება ეს სახელმწიფო. სომხეთმა ფაქტობრივად, ოფიციალურად ღია თავისი გეოპოლიტიკური არჩევანი განაცხადა და ევროპული მომავალი გახადა მთავარ მიზნად. ჩვენ ვართ გაურკვეველი იდიოტების ხელში, რომლებიც გვაკარგინებენ ჩვენ არამხოლოდ მომავალს, ევროპულს, ცივილიზებულ მომავალს, ჩვენ ისე ახლოს ვიყავით ამ მომავალთან. გაითვალისწინეთ და მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს ეს უთხრა. შორს არის დრო კი არა, ჩვენ უკვე იქ ვართ, როდესაც შიდა მეგობრულ თუნდაც, მაგრამ რეგიონალურ კონკურენციაში მაჩანჩალები გავხდით ყველაზე ჩამორჩენილები ვართ ყველაფერში, ეკონომიკაშიც, გეოსტრატეგიულ ფუნქციაშიც და როლშიც. სხვას არ მინდა საერთოდ შევეხო. და ეს ხალხი, რომელიც იძახის, არ ვიცი, დღესაც ვკითხულობდი, რომ აიო, ტრამპის ადმინისტრაცია ეხლა ბიძინა რას დაალაგებს ივანიშვილი ბიძინა ადამიანს, რომელიცაც არავინ არ ელაპარაკება. საერთოდ არანორმალურად თვლიან. და ის დაალაგებს კაცო, რაღაცა რომ დაალაგო, კომუნიკაცია უნდა გქონდეს, ვიღაცას უნდა ელაპარაკებოდე. კაც, რომელსაც არავინ არ ელაპარაკება და არ დაელაპარაკება. იმან რა უნდა დაალაგოს არჩევნების წინ? თავი რომ დავანებოთ იმ გადაცემაში რაღაც საშინელებები რო ილაპარაკა ჩვენ რო გულანძღა და გვემხრებოდა იმას თავი რომ დაანებოთ კაცმა რომელსაც პრეტენზია აქვს რაღაც გეოპოლიტიკურ რაღაც სიგიჟეებზე იმათ რა ქვია არჩევნების წინ დიდ აქტივად და სასახელო საქმედ წარმოაჩინა ორ კვირაში ამერიკის ელჩს შეხვდებიო კაცო. აი ხა ეს კაცი ის ორ კვირაში ვერ შეხვდა დიდი ალბათობით. ან შეხვდა თუ არ შეხვდა რაღაც სიგიჟეებს მოუყვებოდა. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს რა ხდება დღეს. დღეს ფაქტობრივად იმიტომ რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ სრულად სტრატეგიული მარცხი განიცადა ქვეყნის ევროპული მიმართულებით. ეს სტრატეგიული მარცხი ხელისუფლების კი არა, ქვეყნის მარცხია. ეს ჩვენი უბედურება. ამიტომ დღეს ამზადებენ რაღაც ალტერნატივას, რაღაც 3+3-ის სახით. ეს 3+3 რო გვესმოდეს, ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის ევროპული მომავალი და ოცნება ჩაანაცვლოს რუსეთის, თურქეთის და ირანის გაერთიანების შესვლით. აი, ხო წარმოგიდგენიათ, სად ვიყავით ჩვენ 3-4 წლის წინ, როდესაც ვერავინ ვერ წარმოიდგენდა თუ ევროპაში გაწევრიანების პროცესი ან გაფართოების პროცესი დაიწყებოდა და საქართველოს ნომერ პირველი არ იქნებოდა, ხეს მოლდოვამ დაგვასრო. ვერავინ ამას ვერ წარმოიდგენდა და უკვე სომხეთი დაგვეწია და ხვალ ასე თუ გავაგრძელებთ, ისიც გაგვასწრებს. ამიტომ ყოველას უნდა გვესმოდეს, რომ გეოსტრატეგიულად და ეს ამას ძალიან დიდი უსაფრთხოების კონტექსტი აქვს. ჩვენ ყოველას უნდა გვესმოდეს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენ თუ ჩავრჩით 3+3-ის რეგიონში, რუსეთს, თურქეთს და ირანს შორის, ჩვენი სტრატეგიული მეგობრების მხარდაჭერის გარეშე გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ აი ამ ლოკალურ სამხრეთ კავკასიურ რეგიონალურ კონკურენციას გაუძლებთ კი არა. ძალიან სერიოზულ უსაფრთხოების გამოწვევებს ვერ შევაკავოთ თავიანთი მადის გაღვივების და ის ადამიანები, რომლებიც დღეს აი უნდა გვესმოდეს უბრალოდ, რომ მე მესმის, ამაზე უნდა ველაპარაკოთ. ამაზე უნდა ველაპარაკოთ საქართველოს მოქალაქეებს და მთავარი არის ის, რომ მათ ეს იმედს რო უყურებენ, აი მატყუარა ტელევიზიას, რო უყურებენ პროპაგანდისტულ ტელევიზიას, რომელსაც შეცდომაში შეყავს საქართველოს მოქალაქეები და შემდგომ აი ეს რაღაც თითქოს რაღაცა შეუძლიათ, არაფერი ამათ აღარ შეუძლიათ. ამათ ერთადერთი რაც შეუძლიათ, იძალადონ, პროპაგანდისტული ტელევიზიებით ტყუილები გაავრცელონ და შემდგომ გვითხრან, რომ იცით რა, ჩვენ ცალფეხზე ევროპაში ვერ შევდივართ, მაგრამ სამაგეროთ აი ორი ფეხით ამაყად შევალთ 3+3-ის ფორმატში და მე ამას ეცდებიან კიდე რაღაც წარმატებად შემოგვასახონ. ეს არ უნდა დაუშვათ, ჩვენს მოქალაქეებს უნდა აუხსნათ და უნდა დავანახოთ გზა და გზა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ სოლიდარულად ერთმანეთს გვერდით უნდა დაუდგეთ და თამამეწური ცივილიზებულ სამყაროს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ ქართველების ადგილი
არის ევროპულ ცივილიზებულ თანამედროვე სამყარო.